ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა, ნახევარსაუკუნოვანი ეპოქა დასრულდა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დადგა. დღეს სიონის ტაძარში პანაშვიდი მოსაყდრე აღავლინა. ლოცვის პარალელურად საპატრიარქო ტახტის გარშემო ოცნების მთავრობის წევრებსა და მათ მეთაურებსაც დაინახავდით. ტაძარში მყოფები თუ ისინი, ვინც წირვას ეთერიდან ადევნებდით თვალს. ოცნებას ჯერ არ მოუხსნია ჭირის უფლის ნიღაბი. სინოდი 3 დღეში იკრიბება, სწორედ მაშინ გაირკვევა იმ 3 კანდიდატის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი ქვეყნის მომავალი პატრიარქი გახდება. როგორ აირჩევა ახალი იერარქი და რა გავლენას ახდენს პროცესებზე ქართული ოცნების პროპაგანდა და რუსული სპეცსამსახურების ინტერესები. მაშინ როცა მღვდელმთავართა ნაწილი გარეჩ არევას გამორიცხავს, კითხვები ფარულ გარიგებებსა და მოსალოდნელ ცვლილებებზე სულ უფრო მწვავდება. ვინ ჩაუდგება სათავეში ეკლესიას 17 მაისიდან და რატომ არის წმინდა სინოდის 39 წევრის არჩევანი გადამწყვეტი, არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ვექტორისთვის. მღვდელმთავრების პირველი კომენტარები დიდი არჩევანის წინ. ეპისკოპოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ 40-ის მერე ილაპარაკებდნენ, დღეს მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ალაპარაკდა, საკმაოდ საინტერესოდ რამ თქვეს მათ და სალომე ბოკუჩავამ ჩაწერა ისინი სალომე საღამომშვიდობისა ზეწოლაზე საუბრობდნენ ეპისკოპოსები, რომლებიც მთელი 40 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ინტერვიუზე დაგვრთანხმდებოდნენ მაშინ, როდესაც 40 გავიდოდა. რას ამბობენ დღეს, თუ საუბრობენ ისინი ზეწოლაზე და თუ მოდის თანხმედრაში მათი ინტერვიუები იმ განცხადებებისგან, რაც ამბიონიდან მოისმინა საზოგადოება. დღეს შაბათის ფორმულას ჰქონდა შესაძლებლობა ეპისკოპოსების უმრავლესობისთვის ეკითხა მოსალოდნელი არჩევნების შესახებ, მაგალითად მეუფე იაკობისგან პირველად მოვისმინეთ განმარტებები 40 დღის განმავლობაში, რადგან ჯერ იყო მარხვა, ამის შემდეგ კი ელოდებოდა მთავარ ეპისკოპოსი 40-ის გასვლას, დღეს კი ფორმულასთან მან პირველად გააკეთა განცხადება, თქვა, რომ არავის არ რევს სინოდი გადაწყვეტილების მიღებაში და არანაირი გავლენა არ არსებობს არც ქართული ოცნების მხრიდან და არც რუსეთის მხრიდან, რადგან პრინციპულები არიან ეპისკოპოსები და ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. დღეს პირველად განცხადება გააკეთა მეუფე ეფრემმაც. მოკლედ, მაგრამ მან დაადასტურა, რომ მეუფე იობს უჭერს მხარს, როდესაც დადგება არჩევნების საკითხი და სავარაუდოდ ჩვენს კითხვაზე მან დუმილი თუ პასუხა, როდესაც ვკითხეთ, არის თუ არა დადასტურებული ინფორმაცია, რომ მეუფე იობი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა მისი პასუხიც მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად ირიბად მან დაადასტურა, რომ მეუფე იობი ნამდვილად არის ერთ-ერთი კანდიდატი. ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით კითხვები დღესაც დაისვა, მაგალითად მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სირცხვილია ამ თემის განხილვა. თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ საკითხზე დღის წესრიგში ამ საკითხის განხილვა დადგა სწორედ საპატრიარქოს მხრიდან, როდესაც მართლმადიდებლების გამგეობაში ხაზგასმით წერია, რომ 70 წელს მიღწეული ადამიანი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ასევე მნიშვნელოვანია განათლების პუნქტიც. დაუშვებენ თუ არა გამონაკლის, სწორედ ამ საკითხზეც იმსჯელებს სამშაბათს სინოდი, მაგრამ მეუფე ნიკოლოზის განცხადებით ამ საკითხზე მსჯელობა არის სამარცხვინო, არ უსმენს იმ ადამიანებს, ვინც ამ თემით მანიპულირებს და არალეგიტიმურია ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა. მეუფე გერასიმესაც დავუსვით კითხვა, რომელმაც არ გითხრა დაუჭერს თუ არა მხარს მეუფეშიოს ტახტის მოსაყდრეს, მაგრამ თქვა, რომ საკუთარი არჩევანი გაკეთებული აქვს. სინოდის წევრების უმრავლესობა გვეუბნება, რომ აუცილებელი არის ერთობა იმისთვის, რომ მტკიცედ დადგეს სინოდი და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. თქვენ დაუჭერთ მხარს მეუფე იობის კანდიდატურას? თავისუფალი არის თუ არა წმინდა სინოდი? აბსოლუტურად. რომელ გარეწალას გულისხმობდით თქვენს განცხადება ქადაგებაში, რომელიც გავრცელდა? ნებისმიერზე. მთავრობის მხრიდან თავისუფალია სინოდი? რუსული გავლენა თუ იგრძნობა სინოდის წევრებში შემთხვევაში?
ცდელობა. არა, ცდელობა თუ არის მათი მხრიდან. არავინ არ ერევა ჩვენთან რა. არ ვრევთ არა. თუ ჩაერევიან თქვენი თვით ამის შესახებ ხმა მაგლა? გაიგებთ. სინოდი იქნება მტკიცე და დამოუკიდებელი თქვენ არც მინდა გითხრათ. აი იგრძენი ზეწოლის სახით და რა ტიპის გზავნილები არის? არა, ეს არის ზოგადი მოწოდება. ეს მარტო არ ეხება ხელისუფლებას, ეს ეხება ოპოზიციასაც და ნებისმიერ ზოგადად გარემოს, რომ მშვიდობიანი გარემო შეიქმნას. ასახელდება თუ არა მეუფე იობიგანი? გაიგებთ ყველაფერს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? კარგის მოლოდინი მაქვს. ის შეწევნით გვაქვს ის ურთიერთობა და ერთობა, რომ შვიდად ჩაივლის. ჩვენზეა დამოკიდებული არჩევანი. არასდროს არ არის ვინმეზე. ეს არის ჩვენი არჩევანი. ინტერესები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. აქ სხვანაირად შეუძლებელია. რუსული ინტერესი მეუფე. ყველა ინტერესი, თქვენ მხოლოდ სიტყვა მოვატეთ. ალბათ ინტერესი ბევრი შეიძლება იყოს რუსეთიდანაც და ყველგან. შეიძლება იყოს, შეიძლება არა, არ ვიცით. არანაირი ზეწოლა არ არის. რუსეთის ფედერაციის განცხადებას ნახავთ 31 მარტს გავრცელებულ. რას ნიშნავს ეს განცხადება? ირიბი მინიშნება ხომ არ იყო? არც მე პირადად არც კი ვაქცევ ყურადღებას ესეთ განცხადებებს. თუ ჩვენ ამას დაუშვებთ, რომ რაიმე ზღვარს დავაწესებთ, ეს იქნება ჩვენი სირცხვილი რა. მე ვეცდები, რომ ესე არ იყოს, იმიტომ რომ არსად სოფლიოს არც ერთ მართლმადებელ ეკლესიაში არავითარი მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს. განათლებასთან დაკავშირებით შეზღუდვა არის რუსეთის მართლმადებელ ეკლესიაში. მეუფე ისაა გაინტერესებს, გმირია ნამდვილი. რაიმე ბრალი წაუყენო, რომ რატო სემინარის დიპლომი სირცხვილია. მეუფე დანიელის ასაკს რაც შეეხება? სირცხვილია ესეც ყველაფერი. იმათი სირცხვილიც არის, ვინც საპატრიარქოდან ამ განცხადებებს აკეთებს? არ ვიცი, ვირა განცხადებებს აკეთებს, ვერ გეტყვით. არ უსმენ ამ ადმინისტრაციის თანამშრომლები არ უსმენ ამ განცხადებებს. არანაირი გავლენები არ არსებობს. ამაში მინდა ძალიან კარგად დაგარწმუნოთ. ის ელოდებით კანდიდატებს შორის. თუსაც ღმერთი ერჩევს. თქვენი არჩევანი გაკეთებული გაქვს? თისგან. ანუ იცით ვის დაუჭერთ ხარს? რა თქმა უნდა. მეუფეშიო იქნება ის? სამშაბათს დაველოთ. ილია მეორე 93 წლის ასაკში 40 დღის წინ გარდაიცვალა. ის ხელმძღვანელობდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 49 წლის განმავლობაში. სამშაბათს გაიმართება სინოდის ხდომა, სადაც 3 კანდიდატის ვინაობა გახდება ცნობილი და უახლოეს მომავალში ჩაინიშნება გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელიც გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 17 მაისამდე. ქვეყნის 142 კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრება უნდა მოხდეს.